რა არის ცხოვრების აზრი? ესეთი კითხვა არის, არ მithქვამ შენთვის წინასწარ რომელს კითხავდი, მაგრამ ფიქრობდი რომ ხარ დავიწყო თქო ესე რა, რომ იმიტომ რომ ადამიანები განსაკუთრებით ისე ვარჩევ რა სხვადასხვა პროფესიებიდან და სხვადასხვა გამოცდილების და სამყაროებიდან იყვნენ, რომ ძალიან განსხვავებული გამოცდილებები აქვთ და საინტერესოა რა გზად გამოიარეს იქიდან და სკოლა გამოაქვთ იმაზე რა არის ცხოვრების აზრი. ბარემ სადაც აქამდე ამდენი ვაპარაკეთ ამასაც. ეხლა უკვე შენ ძალიან რთულ შეკითხვებს მისმა. ესე იგი, ცხოვრების აზრი ჩემი გადასახედიდან ეს არის. ხო, შენი გადასახედიდან დღეს აი აქ ამ წუთას შეიძლება ხვალ შეგეცვალოს აზრი, მაგრამ ჩემი გადასახედიდან იქნება გამნერო ჩემი გადმოსახედიდან. ჩემი გადმოსახედიდან იქნება გამნერო რომ მე უკვე აი სხვადასხვა რო ნერვიულობდი რომ ქართულად გაგიჭირდებოდა აპარაკი, იმიტომ რომ ძალიან იქ გერმანიაში ცხოვრობ და მუშაობ, მშვენივრად. მადლობა. მიხარია რომ გასაგებად ვაპარაკო. ანუ მე ვფიქრობ ცხოვრების აზრი ეს არის განვითარება, სწავლა. და ეს განვითარება და სწავლა ხდება ადამიანური ურთიერთობების და ადამიანური და აქედან გამომდინარე განვითარებული როგორ არის experience გამოცდილებებით. ანუ ჩემთვის მაგალითად ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ადამიანური ურთიერთობები. და როგორც თქვი, აი ამ ურთიერთობების შედეგად მიღებული გამოცდილება, ნასწავლი ინფორმაცია და განვითარება. ანუ მე ვცდილობ რომ ყოველ ჯერზე გავაუმჯობესო ეს ურთიერთობები. გავაუმჯობესო ჩემი რეაქციები, გავაუმჯობესო ჩემი დამოკიდებულება და ეს ყველაფერი ვცდილობ რომ გავაკეთო არა მარტო საქციელის და მეტყველების ასე ვთქვათ დონეზე, არამედ ფიქრების დონეზეც, დამოკიდებულების დონეზეც და ჩემ ეს საბოლოო ჯამში ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ეს არის რომ ჩვენ ვისწავლოთ, განვითარდეთ და უფრო კარგი ადამიანები გავხდეთ. ცხოვრების აზრი, აი შენც რო თქვი მაშინ გითხარი რომ აქამდე მივადგო, აი ალბათ ყველაფერი ისე მოხდა რომ აქამდე მოსულიყავია რომ პირველი რომ დაწერე და არ მე მეორეზე ჩააბარე და ასე შემდეგ. რაღაცა ეგეთვის გჯერა რომ არსებობს? კი, ჯერა. ბედის წერა თუ რაღაცა მისია. ხო, ну, მაგიმით ცხოვრობ რა ზოგადად რა, ღმერთისაც მწამს მე მაგალითად და ჯერა მაგ ყველაფრის რომ აი რაღაცა არსებობს და სამართალი არსებობს და რაღაცა კარმა დავარქვათ თუ გინდა რომ რაღაც სულს თუ გააკეთებ აუცილებლად უკან დაგიბრუნდება და ცხოვრებაში ძალიან მადგება მაგ ყველაფერზე ფიქრი, იმიტომ რომ შეიძლება ჩემს თავს რაღაცის გაკეთების უფლება არ მივცე იმის გამო რომ შემეშინდეს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, აი, ყველაზე რაღაც დამდაბლებულ შემთხვევაში, რომ იმან გამაჩეროს მე რომ ეხა მე რო ეს გავაკეთო უკან ცუდი რომ დამიბრუნდეს ვაიმე და აღარ გავაკეთებ რა. ყველაზე ისეთ შემთხვევას ვამბობ. თორე ისედაც არ უნდა გააკეთო, რა თქმა უნდა. ცუდი და არ უნდა დააზიანო არავინ. ხო და რავი, მე ცხოვრების აზრი ის მგონია რომ და სადღე გრძელოებში ვამბობ ხოლმე რა, რომ რაღაცნაირად ისე უნდა იცხოვრო, რომ არავინ არ დააზიანო არასდროს და საბოლოო ჯამში გარეთ რო გამოხვალ ალბათ, ქუჩაში რო გამოხვალ, ჰაერის ჩასუნთქვის არ უნდა შეგრცხვეს თუ რაღაცა, მაგას როგორ ავხსნიდი, იცი, რომ ხალხს თვალებში ჩახედო შეგიძლია, გარეთ რო გამოხვალ, ყველა შეგიძლია თვალებში ჩახედო, რომ აი რაღაცა ვიღაცას ცუდს არ უკეთებ რა. იმიტომ რომ დღესდღეობით ძალიან ბევრი თავის დაუნებურად ზოგი განზრახ კონკრეტული განზრახვით რაღაცა უნდა არ უნდა ცუდს უკეთებს ხალხს და მე მგონია რომ მარტო რო რჩებიან თავის თავთან ხვდებიან მაგ ყველაფერს, შანსი არაა ვერ მიხვდები. აი მაგით გჯერა? ეგ ყველას აქვს შენი აზრით, აი სადღაც კი არა, შანსი არაა. უბრალოდ ზოგში რომ ძალიან შორიდან ესმის, მაგრამ არა, მაგას ხვდებიან, მაგრამ რა დოზით აწუხებთ ეგ არის პრობლემა. ზოგს დოზა საერთოდ არ აქვს მე მგონი რა და არ აწუხებთ და მე მაგალითად აი რაღაცა ჩემ დაუნებურადაც გადაცემაშიც ან სადმე ვიღაცისთვის რამე ცოტა ისეთი თუ მithქვამს, როგორც მე და არა პერსონაჟს მაგაზე მიფიქრია რაღაცა, ღამე გამითენებია, რომ
ან თუნდაც რაღაც შავი იუმორზე რომ გამცინები ან რაღაცა რომ აი რატო მემართება თუ რაღაცა, მაგრამ მეორე დღე შეიძლება იგივე ვქნა, მაგრამ აი ღამე ძალიან შევუწუხები ვარ, ხო იცი, აი მარტო რო დარჩები შენ თავთან და რაღაცა 1000 რაღაცაზე რო ფიქრობ უკვე, აი რო დაიძინებ, ვერ დაიძინებ და სხვა შორის ჩემთვის ღამეც ინსპირაციაა ხოლმე რა, წეღანდელ იმას რო დაუბრუნდე ესე რო ვთქვათ. ყოფილა დაჟე რო ძალით გამითენებია რომ მომაფიქრდეს რაღაც რა. წესიად როგორ თქვა ის სიტყვა აყლიოზი ქვია რა არ ვიცი ეგ ძალიან გეძინება ხო ხო ეგ როგორ თქვა კარგად ხო არ ვიცი ეგ სიტყვა კარგი იმით როგორ თქვა მაგრამ მაგ მომენტში როცა ვარ არ ვიცი აი შეიძლება წერო ძალიან ბევრი რა იმიტომ რომ მაგ მომენტში ძალიან ბევრი რაღაც მოდის რაც დილის საათებში არ ჩნდება დაჟე მიმფიქრია მეთქი ცოლი რო არ მომყვანა შევეცდებოდი რომ 6 თვე პირიქით მეცხოვრა რომ აი დილით დამეზინა და ღამე გამეღვიძა ეგ ცოტა ისეთი ფიქრები ბავშვური შეიძლება იყოს მაგრამ ხო მეც ზუსტად ვიცი ასამო მეც მქონია ხო და მეც რო წერდი ხო და მე ფიქრობდი რომ მეთქი მზე ხომ მჭირდება და D ვიტამინი საიდან მივიღო და რაღაცებს ფიქრობდი და ხო და მე დავაფიქსირე რომ ეგ მდგომარეობა არის თუ კარგად გამოიძინა დილით გამიღვიძია აი ყოფილა რომ მაგათად 10-ზე ჩამეძინა ან 9-ზე და მეძინა ეგ დილის 5-ზე 6-ის ნახევარზე რო გეღვიძება ზუსტად ისეთივე სიჩუმე რო არის რა ქალაქში წყნარე ძალიან სასიამოვნო იგივენაირად მუშაობს მე ტვინით რა და აი ყოფილა რომ თქვა საქმეს ვერ მორჩი რაღაცა და დავიძინე და დილით გავაკეთებ სანამ წავალ აი შეიძლება თქვა რომ უკეთესად მუშაობს ტვინი და ისე მაგაზე ხარ ტალღაზე რა ხო ეგ გაძლევს რაღაც ხო დაჟე მზის ამოსვლას მიყურებია ძალიან ხშირად რა და კაკრას აი ღამეში გადასული დღე ყოფილა რომ აი მზის ამოსვლაც და რაღაცა ის ხანაირ ახალი ცხოვრების დაწყება თუ რაღაცა ის არის ხო კი ყველაზე სწორი ეგარ მეც მაინც ეკაჩება ხოლმე და ღამე ვათენებ ხოლმე და მიჭერს ადრე დაძინება მაგრამ თუ გამოვიძინე დილა მიყვარს ყველაზე ძალიან ხო ძალიან დილა აუ და მე მიყვარდა ერთი პერიოდი ეგრე აი დილას თუ ვიღვიძებდი ან კოვიდის პერიოდში ან რაღაცა დილით გასვლა ეგრე და მეეზოვებს რომ მივესალმო ყველას აი როგორ მსიამოვნებდა აი ხო რას ვაკეთებ რომ ვესალმები მაგრამ აი სანამ ჩავუვლიდი და აი რომ რაღაც თავის საქმეს აკეთებენ რაღაც ასუფთავებენ ქუჩას აი გამარჯობა როგორ ხართ რომ უნდა უთხრა და მოვიკითხო აი რაღაცეად მე თვითონ ისე მიხარო და აი შეიძლება კუთხეში გამიხვია აი დამაჟრიალოს რომ აი სიამოვნებს ხოლმე მაგ ადამიანებთან ურთიერთობა იმიტომ რომ რაღაცა ჩემთვის ისეთი რაღაცა წმინდა ადამიანები არიან ხოლმე რომლებიც რაღაცა დილით ქალაქს გვილაგებენ ან ქუჩას ან რაღაცა ფოტოც გადამიღია და მაქვს ეგრე რამოდენიმე მეეზოვესთან გადაღებული ფოტო და საჭმელიც მიმიცია სხვათა შორის რაღაც აუ ეხა ძალიან ის გავოვედი. მაგრამ ანუ მე თვითონ მსიამოვნებს და მაგიტო რა, ხო დებილობაა ეხა რომ გამარჯობის გამო დილით გახვიდე და სიამოვნებდეს, მაგრამ აი სხვანაირად მავსებდა რა ეგ ყველაფერიც. ხო საბოლოო ცხოვრების აზრი რომ მკითხე რა გამოვიდა არ ვიცი რა ვილაპარაკე, მაგრამ ალბათ მაინც ის გამოვიდა რომ ცუდი არ უნდა გავუკეთო არავის არაფერი ცხოვრებაში, იმიტომ რომ აღარასდროს აღარ იქნები მე მართალი ალბათ, არ ვიცი. ალბათ ეგ არის. შენ დაუნებურად თუ გავუკეთე, მოინანიე შენ თავთან, ან იმ ადამიანთან და რაღაცა შეეცადე. აი ღმერთისაც წამს რო თქვი. რა არის ცხოვრების აზრი? მეტი აკეთო რა განვითარდე შეიცვალო ისწავლო როგორიც მოხვედე ეგეთი არ უნდა წახვიდე მაქსიმალურად ბევრი რაღაცები უნდა ისწავლო და შენი პიროვნული თვისებები ჩემთვის ყოველ შემთხვევაში შეეცადო რომ გაუმჯობესო და უკეთესი ადამიანი იყო სხვა ადამიანებისთვის ყველა ადამიანი მარტო შენი მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის არა ზოგადად რა კარგი ადამიანად გაიარო გზა ну ეს ჩემთვის ეგ არის შენი ცხოვრების აზრი და ნუ წარმატება ხო, ძალიან რთული კითხვაა. აქ რთული კითხვები გვაქვს შენ აქ. ხო, ასე მარტივად რო გამო. ხო, ალბათ, რავი, დატოვო რა. ღირებულება არის ცხოვრების აზრი რა. შექმნა ისეთი ღირებულება, რომელიც შენ რო აღარ იქნები ამ პლანეტაზე, არსებობდეს რა. კაი, ხა ყველა შეუძლია გით რაღაც მიზნის დასახვა.
მიზანზე არ არის, ანუ აზრს ხუთმა კაცმა გააკეთა ეგეთი რაღაც, რომ დატოვა ისეთი ხო, მაგრამ ცდილობა ხო შეგიძლია გააკეთო და იქნება გააკეთეს ნიჭი რომ მონაწილეობა მიიღო მაშინ რაღაც ეგეთში. ანუ ღირებულების შექმნა არის ალბათ. იმიახლობით იგივე რაც მე ვთქვი, რაღაცა კარგი გააკეთო. კარგი აი დატოვა. ხო, კონფლიქტია. წარმატებას დაკნინებაც არ მიყვარს საქართველოში არის ეს, რომ წარმატება რაღაცა ვიღაცას ის უყვარს ისე რაღაც ცოტა გეგონება წარმატება კაია. აბა რატომ უნდა იყოს წარმატებელი? როცა შეგიძლია იყოს წარმატებული. პირიქით. ანუ მე არ მიყვარს რომ წარმატებას კარგ აი რაღაცები ხო არის რომ ეგ არის მიჩნეული რომ აი ჩემი იმაში ცოტა საბჭოთა მენტალიტეტი ვისაც მისდევს რომ აი უნდა იყოს შენ თავდაბალი მორიდებული ეხა ყოველთვის წარმატება კი არ არის ცოტათი დაკმაყოფილდი რაც გაქვს ის მან უნდა გაგხადოს ბედნიერი რაღაცნაირი მარწუხები არის რა ჩემთვის ხო და ხო წარმატებას კიდე მე დავამატებდი წარმატებას რომ ეს თუ წარმატებელი ხარის კი არ არის და ტრაგედია ანუ უბრალოდ უნდა ცდილობდე რომ წარმატებას მიაღწიო რა ცდილობაში როცა ხარ უკვე ეგ არის ხო ზა რომელსაც გადიხარ ანუ არ დაკმაყოფილდი იმ ადგილას სადაც ხარ სულ მიაწექი რა და რაღაცა მოძრაობა რა ერთი გუშინ შემხვდა სადაც ის იყო მონაკვეთი იყო ჟურნალისტსა და რესპონდენტ შორის ის იყო ამონარიდი იყო რა რომ ესე ეკითხება რომ ცხოვრებით მოყოფილი ხარო და კიო და მუშაობო არაო სოციალურად დაუცველი ვარო მე რო სოციალურად დაუცველი ხარ ყოფილი კიო მივდივარო აგერ მაჭმევენო რაღაც პერიოდო მე რო ყოფნისო კიო რაღაც დახმარებას მეცხება და ყოფნისო და ეს უხურებ და რატო ხარ ბედნიერი და ისეუნება და ბედნიერი ვარ ახლა აი გაიწევი იყო რაღაცა ხო ყველას თავის ყველას აი მაგ ეგ გითხარი რა რაღაცა დატო რაღაცა ყველასთვის თავისა მაგრამ აი მე რისიც ძალიან ხშირად მithქვამს და დამიფიქსირებია რომ ცხოვრებაში რო დაიცვლება ხო იცი ადამიანი ჩემთვის არის ადამიანი რომელიც აღარ ცდილობს და აი ჩაიქნა არ გამოდის არაფერი აუცილებლად ვიღაცა უნდა ყავდეს რომ რაღაცა გამოგივიდეს მე საკმარისად ჭკვიანი არ ვარ აი ხო ხვდები ეს ფიქრები რო არის რომ გამზადებს რომ აი არ გამოვა და არავინ არ იცის ვისად გაუმართლებს იმისთან აკლიავებს გაუმართლოთ დამიჯერეთ და თქვენ შეიძლება გაგიმართლოთ ან უბრალოდ არ უნდა გაჩერდა და სულ უნდა ეჭიდაო რაღაცნაირად და გადაანაწილო ეს ძალა ერთიანად კი არ დახარჯო ეს ბრძოლაში მთელი ენერგია სულ ცხოვრების გზაზე იცოდე რომ სულ საჭიდაო იქნება და სულ უნდა მიაწვე რა და საბოლოო ჯამში ყოველთვის გამარჯვებული გამოდის ის ვინც ყველაზე ბოლო ნებდება სხვა ყოველ რო დაიხოცება შენ ხარ ავტომატურად გამარჯვებული ეს დავამთავროთ მაშინ ყველა რო დაიხოცება მაგით ვამთავრ დარჩენინო მარტო დაველოდოთ ყველა რო დაიხოცება გამარჯვებული ეცადოთ ბოლოს დავიხოცოთ შენ რა არის ცხოვრების აზრი ეს ძალიან ფილოსოფიური შეკითხვა არის რა ისტორიის განმავლობაში ვინმე მიპოვა ამ კითხვაზე პასუხი ალბათ ამ კითხვაზე პასუხი რა ვიცი არავის არ უპოვია ალბათ ყველას თავის სუბიექტური რაღაცა გაუჩნდება რომ დაფიქრდეს რა ამაზე რა ალბათ ადამიანობა და ძალიან ისეთ ცხოვრება რომ შენი ცხოვრების არ შეგწყვეს ალბათ ეგ არის ყოველწილად რა რადგან ჰუმანიტარი ვარ მე ხო ჰუმანურობა არის ჩემი აზრით ყველაზე დიდი ღირსება რაც ადამიანს შეიძლება კონდეს და ასე უნდა ვიცხოვროთ რა ანუ უნდა გესმოდეს რაღაც ღირებულებები უნდა გქონდეს და იცი რა ყველა ადამიანი გარკვეულწილად ხდება როცა რაღაცას აშავებს და როცა რაღაცას არასწორად აკეთებს ჩემი აზრით მაინც ხდება შინაგანად ამას და ამას უნდა მოусმინოს გარკვეულწილად ამ მორალის იმას სახილს რა და მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია თუ ამაზე ქართველები ბევრი ნაწილი ვინც რაღაცას არასწორად აკეთებს დაფიქრდებიან რა. ხო, ძალიან კარგი. რა არის ცხოვრების აზრი? მოგეგონა დამთავრებული იყო. სალამი არ დამთავრებია და ეხა ხოჭი პირიქით აი რა. რა არის ცხოვრების აზრი? არ ვიცი. მე არ ვიცი რა არის ცხოვრების აზრი. განსაკუთრებით ბუდიში გაწყვეტინებ ჩემთან ისე ხომ რა სხვადასხვა პროფესიიდან და საქმიანობიდან მოსული ადამიანები არიან და თავისი გამოცდილებიდან მე როყვებიან მე არის ხომ საინტერესო მოსმენა რა. ხო, მე აი ესე ვიტყვი ალბათ რა, სწორი ესე იქნება რომ ეხა რაღაც იმაში მოგეთ ესე ვიტყვი რომ მე არ ვიცი რა არის ცხოვრების აზრი, მაგრამ ვიცი რომ ამ აზრის ძებნით შეპყრობილი ადამიანები და ხელოვანებიც და არა მარტო ხელოვანებიც, რა ვიცი ჩვენი მეგობრებიც მაგალითად რა არიან ნუ ეგეთ ადამიანები არიან ძალიან საინტერესო ადამიანები ჩემთვის.
მე თვითონაც შეიძლება ვთქვა რა ხო კი ანუ ამ აზრის ძებნა ამ თავგადასავალში მონაწილეობა რაც ქვია ხო რომ აი ამ კითხვაზე პასუხებისგან რა არის ცხოვრებაში მთავარი ან რა არის ამ ცხოვრების აზრი ამის ძებნა არის ალბათ ადამიანების ანუ ევოლუციის ამ საფეხურზე რაზეც ვართ ერთ-ერთი ისეთი რა შესაძლებლობა რომ აი ეს შეგილია რა გააკეთო რომ ვთქვათ შეიძლება შენი ცხოვრება ამას არ მიუძღვნა და შენი ხელოვნება მიუძღვნა ან წელიწადში ერთი თვე რაღაცა გააკეთო, თქვათ იმოგზაურო ან რაღაცა გააკეთო, რაც ამ მოგეთ კითხვებზე პასუხს ეძებ რაღაცას რა. და აი ეს ძებნა და ეს პროცესი, მოგეთ ოდისევსის მოგზაურობა არის ჩემთვის თავარი ამ შეკითხვაში და ესე რა არის, მე არ მიპოვნია, ამიტომ არ ვიცი თუ ოდეს მე გავიგებ, რავი Facebook-ზე დავწერო ხალხო ეს ყოფილა და ისა და იქამდე რავი რა დაწერ Facebook-ზე რომ გაიგო? დავწერ. აი პირობას გაძლევ всё, დაგთაგავ. აი ხა, ეს არის, აქედან იქამდე. Everyone დათაგენა. რავი, მოკლედ, კარგად რომ მოექცე ადამიანებს და კარგი ადამიანი რო იყო და ჯანმრთელი რო იყო, რომ შეეცადო, ეგ ხელს არ შეგიშლის, ეგ ვიცი რა. და მე მგონი საკმარისია. კი, კარგი. რა არის ცხოვრების აზრი? ალბათ ის რომ ვიღაცებს ცხოვრება გაუმარტივო და შენს ახლობლებად თუ ვიღაცებმა გაგიმარტივონ ცხოვრება და ესე გალიო ეს ცხოვრება ალბათ ეგ არის. იცხოვრო სხვებისთვის და შენი თავისთვის. იცხოვრო, აი რაღაცა შინაგანი ხო გაქვს ადამიანს, რაც გეუბნება რა, როგორ აი ნებისმიერ გადაწყვეტა, აი თუნდაც აი სახლიდან უნდა გახვი, ნებისმიერ ამას რა. შენი თავის აუცილებლად უნდა ასიამოვნო რაღაცა შენი შინაგანი მეც რომ იმან არ მიგატყოს ასე რომ თქვა და მე ძალიან ესე არ დაფიქრდე იმას რომ რაღაცა ესე უაზროდ ხარ მიცხოვრია რა შენი თავისთვისაც რაღაცები უეჭველი უნდა აკეთო და შენი თავი განავითარო რა შეგინდა ასე რომ თქვა რა და საინტერესოდ იცხოვრო რა იცოცხლო ასე რომ თქვა სინდის მარ უნდა შეგაწუხოს თავი მაგალითად ძალიან ბედნიერი ვარ რომ აი ჩვენ საყვარელი საქმეს ვაკეთებთ კი ბევრი სირთულე იყო აი ძალიან ბევრი რაღაცა მაგრამ აი რომ ხუსტები მაგალითად ამის გახსენება მე მაგრა გამისწორდება რა თან ყველაფერი გამახსენდება რაც ახლა არ მახსოვს სინც უეჭველი გამახსენდება კი და ხო ალბათ შენ თავისთვისაც უნდა მოიცარო ხოლმე რომ შენ თავის უნდა იცნობდე რა აი აუცილებლად შენ თავი თუ არ იცი მე შეიძლება ძალიან ისეთი კითხვები დასვა და გაგიტყდეს ასე რომ თქვა ვაფშე რა ისთვის იცხოვრე რა ალბათ ესე კი გეთანხმები და ესეთი რაღაც რო გავაკეთოთ პატარა ექსპერიმენტი თუ წინამდე გიახართ ამ კითხვაზე რას უპასუხებდა ტოპე და ნუგზარა და ჯორჯი და ლუიზა არ მე არ გეუბნები რომ ის როლი ითამაშო თუ არ გინდა ანუ უბრალოდ რას უპასუხებდა რა აი ნუგზარა რას უპასუხებდა რა არის ცხოვრების აზრი ბოდიშ მომითხოვე და რა არის ბიჭო ოჯახი რო ფეხზე დააყენო არა აუცილებლად იმას უპასუხებ და რაც სინამდვილეში არ ფიქრობს რა რა არის მე გადაყოლილი ვარ ყველაზე თან მაგის დედა ჩემს ცოლისმას 1600 ლარის მასალა უუტანე და გამევიდე და ბოდიში მეუთხარ ეს მასალა რომ მოგიტანე თქო არა იმას ცხოვრება აქ ოჯახზე თან გადაყოლა რასაც ყველაზე ნაკლებად აკეთებს ალბათ იმას უპასუხებ და ნუგზარა რა ტოპე ტოპე ასე თქვა და ასე კაცურად უნდა იცხოვრო ვაშკაცურად უნდა იცხოვროს და აფე უნდა გეიქცეს ხოვებაში რა ტოპესთვის რაღაცები არ უნდა გეიქცეს ტოპეს რა აი ტოპეს უგონია რომ უყურებენ აი ვიღაცები იქიდან უყურებენ რა ხო რაღაცა ისეთი არასწორი და არა ისეთი აგააკეთოს ქმედება რა ვიღაცას უყურებს უკნიდა ხო ვიღაცას უგონია რომ უყურებს და გოგოს ვარ ხო ყვავილებსაც არ აჩუქებდა აი იმიტომ რომ ხო სახშიც შებოჭილი იქნება და ლოგინშიც შებოჭილი იქნება ყველა ვაფშე რა ტოპეს უგონია რომ უყურებენ და სულ ჩარჩოებში ისაა ეგეთი ტიპია რა ბევრი კომპლექსი აი ტანჯულის აზრით ტანჯულის აზრი არ ვიცი სიმართლე გითხრა მაგალითად ფიქრობდი ახლა ტანჯულის აზრი რა არის რა აზრი აი მაგ პერსონაჟის სიმას ვერ ხვდე ძალიან შურს ხოლმე რა რა იმით ცხოვრობს კრედო რა არის არაფერი კრედო რა დევიზი ცხოვრების კარგად იყოს რა ეგ არის მოკლე მახსიერება ახლა ხო და ეგეთ მაგის უკომპლექსობის შურს მართა ერთადერთი რისის შურს სიხიზლიანი ასება კიდეს მოწყვეტილი რა არის ცხოვრები და ლუიზას ვიტყვი რომ კმარშვილი რო კაატყავს ეგ არის ხო დედა ცხოვრების აზრი რო კარგად არის ეგ არის ცხოვრების აზრი წესი ლუიზას მეკია ჩემი კმარშვილი რო კარგად არის ეგ არის ჩემი კოკაინი ეგეთი ის გვაქვს რა თქმა უნდა წესი შენი აზრით აი რატო ცხოვრობთ ამ პლანეტაზე დედამიწაზე რატო ვიბადებით აი რა აზრი აქვს გიფიქრია მაგაზე არა
არასდროს? აი ხო დაფიქრე ერთი 20 წამით. ამ ერთი 15-16 წლით. აი პირველი რაც მოგივა პასუხებს. არა, ეგრე არ გამო ორი უნდა უპასუხოთ. ნებისმიერ რამ მითხარი, სწორი პასუხი არ არსებობს. არავის არ აქვს მაგაზე სწორი პასუხი. ანუ კითხავს ვერ მივხვდი. აი ცხოვრება რატო არსებობს საერთოდ ჩვენ ადამიანები? ხო შეიძლება არ არსებობდეთ და რატო გავჩვდით. ხო და აი რა აზრი? რა არის ჩვენი მუღამი, ცხოვრების მუღამი. ხო, აი რატო გავში? ხო ჩემთვის ფეხბურთი. ფეხბურთის თამაში. კი ბატონო, ჩვენერი პასუხი. აი ესენი. აუ. შვილები. და კარგი საქმეები რა. ერთმანეთს არ უნდა გავუკეთოთ ბოროტება და დამპლობა, ფეხი არ წამოუდოთ, ზურგში დან არ ჩავარტყათ და სიკეთე რა. რაღაცა ეხლა ჩემი რელიგია გამომივიდა, მაგრამ მე მასე მგონია და მასე ვთვლი რა. იმიტომ რომ მე ამათვის უფრო კარგი სამყარო იქნება. ეთახმები თუ ამის? თუ კიდე ფეხბურთი. ფეხბურთი. რა არის ცხოვრების აზრი? რავი, ალბათ ყველას თავისი აზრი აქვს ცხოვრების. ჩემთვის არის რომ რავი, ეს ცხოვრება ისედაც ხანმოკლე არის, არ არის იოლი და რავი, უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და შევსუბუქოთ რაც ერთად გვიწევს არსებობა ეგ პერიოდი რა. რავი, სხვა რა შეგვიძლია. გაუმჯობესოთ ხო სიცოცხლე ცხოვრება მომავალსაც და რა ვიცი ეხლა არსებულ ადამიანებსაც. და ნუ გარდა ამისა დავამატებდი როგორც ფიზიკოსი რომ რაც შეიძლება მეტი გავიგოთ ბუნებაზე. იმიტომ რომ გვაქვს ეს უპირატესობა რა ვიცი სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან შედარებით რომ აზროვნება შეგვიძლია, კვლევა შეგვიძლია და რავი შანსი არის რომელიც უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ჩემი აზრით, იმიტომ რომ არასოდეს არ ვიცით რას გავიგებთ ახალს რა. ხო. კარგი. რა არის ცხოვრების აზრი? ой, როგორ თული კითხვა. სამშობლო. სამშობლოს სწორი სამშობლო. ძალიან განსაზღვრელი. ამას იმიტომ არ პატრიოტიზმი მარტო ესე კი არა. ამას მივხვდი, რაც აი ჩვენ ძალიან ბევრ გასტროლზე დავდიოდით და მოვლილი მაქვს მთელი მსოფლიო. და ყველგან ცავი გითხოს, აქ ვიცხოვრობდი? და მიცხოვრია კიდევ სელევანით გავდა ხოლმე 2 თვე ცოტაში და აქ ვიცხოვრობდი. განსაზღვრელია, რომ სახში იყო კარგად. ეს ცხოვრების აზრი. აი, ეხლა მე ნაწილობრივ ებრაელიც ვარ, ასე ვთქვათ, მამაჩემის მხრიდან და აი რომ უსმენ ადამიანებს როგორ ლაპარაკობენ, იგივე ჩემ ახლობლებს, ჩემ ნათესავებს როგორ ცხოვრობენ. აი იმდენად უჭირავთ ეს იმდენად დიდხანს ეძებეს თავის სამშობლოთა რომ იპოვეს, იმდენად ეს საზღვრს წარმოგიდგენიათ ბრუნდებიან. ეხლა აი ამ სიტუაციაში უკან იღწვიან რომ ჩააღწიან თავის სამშობლოში, იმიტომ რომ სახლი საზღვრავს ყველაფერს, შენი სამშობლო. ოღონდ ფართო გაგებით სახლი და სახლი. არსად არ უნდა გინდოდეს წასვლა, არასდროს. სამოგზაუროდ მხოლოდ. ამისთვის უნდა იყოს აზრი რომ ჩვენ ყველამ ჩვენ თვითონ არ ვაბრალოთ სხვას, ვეცადოთ რომ ეს იყოს ყველაზე კარგი და კომფორტული გარემო. ცხოვრების აზრი. აი ეგ ის არა ქვია, ბერცე რო ლაპარაკობდი და შემდეგ არ ვიცი ხა აზრი, ალბათ ყველა ადამიანს თავისი შეხედულება აქვს რა არის. იმიტომ რომ საზოგადოება მანდაც გავალდებულებს რომ ცოლი უნდა მოიყვანოს და შვილი გააჩინოს სიტყვაზე, ვიღაც არ უნდა შეიძლება ეგ რა. აბა რა აზრი აქვს მაშინ ცხოვრებას. აბა რა აზრი აქვს თუ ესე არ არის, ანუ რაღაც აზრს ვეძებთ და შეიძლება ძალიანაც უაზრობაა და დროებით რომ ძალიან ცოტა ხანი ვართ მოსულები, მე მგონია რომ შენი აზრი რა თქმა უნდა აქაც არსებობს. ვიცხოვროთ ისე
გავერთო, ცოტა ხანი ვართ, ვისი ამაოდ, აი ატრაქციონზე რომ დაждები და ხოლმე მოწყენილი არ უნდა იყო რა, სამ ჩამოვა, ხელებიც უნდა აწიო, სურათიც გადაიღო და გაერთო და ისე გაატარო ეგ ცხოვრება, რომ ვიღაცამ არ გაამწარო, პრობლემები არ შეექმნა ვიღაცას და რავი რომ მოკვდები შენზე თქვა მართლა გულწრფელად რომ კაი ადამიანი იყო. დანარჩენი მე მგონია რომ არ უნდა ატკინოს ხვებს რა და უნდა იცხოვრო საკუთარი სიამოვნების მაქსიმალურად მიიღო სიამოვნება რა, იმიტომ რომ ცოტა ხანი ვართ რა, აქ მართლა ძალიან ადამიანი ცხოვრობს ძალიან ცოტა ხანი და მაქსიმალურად ეცადოს სიამოვნება მიიღო. ალბათ ეგ.